მიშა მე ახლა ვიმყოფები ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე და თამამად და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ დაგეგმილი მანიფესტი ნამდვილად შედგა რადგან ცოტა ხანში გათენდება და 12 საათით შესრულდება რაც აქ შეკრებილი მოქალაქეები არიან და ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში თამამად შემიძლია გითხრათ რომ ძალიან ბევრ მათგანს არც კი დაუძინია ისინი არიან ქუჩაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 10 საათზე მეტია უბრალოდ და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ რომ ერთმანეთი გაამხნევონ და ამ ფორმით შეენარჩუნებინათ და გაეყვანათ დრო აქ და გაეთენებინათ ღამე ცოტა ხანში კი როგორც არის ცნობილი და როგორც ჩვენ გვიყვებოდნენ მოქალაქეები აქ ცოტა ხანში მოვა სხვა მოქალაქეებიც მოხდება ერთგვარი როტაცია და იმ ადამიანებს ვინც მთელი ღამე გაათის ჭავჭავაძის გამზირზე ჩაანაცვლებენ უკვე სხვა მოქალაქეებიც, ამიტომ სავარაუდოა და მოსალოდნელია ნამდვილად რომ 24 საათის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე ნამდვილად შენარჩუნდება საპროტესტო მუხტი. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ გავიდეთ ხალხში და გავესაუბროთ მოქალაქეებს, მათგან მოვისმინოთ განწყობა თუ რას ფიქრობენ მას შემდეგ რაც აქ გაატარეს თითქმის 12 საათი. პირდაპირ ეთერში ვართ, თითქმის 10 საათზე მეტია უკვე იმყოფებით აქ. შედგა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ის მანიფესტი, რასაც ელოდებოდა მთელი საზოგადოება. თქვენ რა განწყობით ხართ და რა შეგიძლიათ? აი განწყობით და მებრძოლი განწყობით. არ დაუთმობ ჩვენ ქვეყანას რუსეთს. მადლობა, სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბროთ, მოვისმინოთ მათი განწყობები. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით რა განწყობით ხართ თითქმის 10 საათის შემდეგ, რაც ღამე გაათენეთ ჭავჭავაძის გამზირზე, რა მოლოდინები გაქვთ და რა სიტყვით? მე მგონი ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს და უკანასახევიც არ გვაქვს შესაბამისად. მე ეგრე ვუყურებ, რომ ჩემი სინდისიზადმი რომ მართალ ვიყო, ყველაფერი უნდა გავაკეთო და მგონია რომ თუ ყველა ეგრე მოიქცევით, თავისუფლად გავიმარჯვებთ. თქვენგანაც მოვისმენთ სათქმელს, რა გაქვთ სათქმელი სხვა მოქალაქეებს რას ეთყოდით, რომელსაც ელოდება, როგორც ვიცით აქ საზოგადოება, რომ რამდენიმე ხანში, ცოტა ხანში ისინიც მოვლენ და შემოგიერთდნენ. აი მოკლედ გეტყვით ძალიან. აქ არავინ არ არის ისეთი, ვისაც ეს ზუნდა. უბრალოდ ეს გჭირდება და ეს არის აუცილებელი რომ გავაკეთოთ ყველამ ეხლა. დიდი მადლობა, ეს არის სწორედ მოქალაქეების სათქმელი, რომ მათ აღარ დარჩათ სხვა გზა ვიდრე ქუჩის პროტესტისა, რადგან ქართულმა ოცნებამ მათ მოპარა და წაართვა ბოლო შანსი, რომ 12 წლის თავზე გადაერჩია ის ხელისუფლება, რომელიც აღარ გამოხატავდა ხალხის ნებას. მე ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ ის ტერიტორია, სადაც მთელი ამ საათების განმავლობაში იყვნენ ძირითადად შეკრებილი აქ მყოფი მოქალაქეები, სადაც დანთებულია კოცონის სხვადასხვა კერა და აქ მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ, საუბრობდნენ და ამ ფორმით ცდილობდნენ რომ ერთმანეთი გაემხნევებინათ და ახლა უკვე ისინი ელოდებიან რომ აქ კიდევ უფრო ბევრი მოქალაქე მოვა მას შემდეგ რაც გათენდება. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი განწყობა თითქმის 10 საათის შემდეგ რაც გაათენეთ აქ ჭავჭავაძის გამზირზე, რა განწყობით ხართ და რას ელოდებით უკვე გამთენიისას? გამარჯობა, განწყობა შეიძლება დაღლილები ვართ, მაგრამ მაინც კარგი გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით რის გამო ვართ აქ გამოსულები, ჩვენი მიზანია რომ ქართულ ოცნებას არ მივიცეთ იმის საშუალება ლეგიტიმურად ცნონ ეს არჩევნების შედეგები და პრეცედენტი რაღაც გაგებით ჩემი აზრით არის ის რომ ამ საარჩევნო პერიოდის შემდეგ პირველად შედარებით ისეთი მკაცრი ზომები მიიღო ოპოზიციურმა ლიდერებმა და პარტიებმა და ხალხის იმ ნაწილს მე მოვუწოდებ, რომლებიც იძახდნენ აქამდე რომ ოპოზიციას არ აქვს გეგმა, ოპოზიცია არაფერს აკეთებს, სათანადოდ იმისათვის რომ მე შევწუხდე და გამოვიდეო, აი ამ ხალხს მოვუწოდებ რომ ახლა უკვე მოხდა ისეთი რაღაცა, რაც მათ სურდათ, რასაც იცხოვდნენ და ჩემი აზრით ახლა მაინც ყველანი უნდა გამოვიდნენ, ვისაც აქვს მართლა პრეტენზია იმაზე, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში იცხოვრონ. მადლობა, თქვენც გითხარით რა განწყობა გაქვთ და რა მოლოდინები გაქვთ უკვე სხვა დღეების განმავლობაში? მგონია რომ დღევანდელ დღეს დავდეთ ის მუხტი, რაც ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს გაგვაორმაგებს და გაგვაბერვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. თუ ნახავდით ჯგუფებში იწერებოდა, რომ ოპოზიციამ გამოიღვიძაო, არასდროს ეძინა ოპოზიციას, თუმცა საჭირო იყო, რომ ამისთვის მომზადებულიყავით და დღეს ისე სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, რომ მართლა მგონია რომ პოლიციაც შოკში იყო, ხალხიც შოკში ვიყავით და
ყველა ასე უცბად მოგვიწია რომ დარჩენილიყავით აქ და მგონია რომ ეს ბევრად გაორმაგდება ეს მუხტი. მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს პროტესტი და ეს მანიფესტაცია იყო ნამდვილად სპონტანური, რადგან საზოგადოებამ და აქ შეკრებილმა მოქალაქეებამ მათ შორის ამ დემონსტრაციის და მანიფესტის შესახებ გაიგეს მას შემდეგ, რაც მსვლელობა კოალიცია ცვლილებისთვის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაიწყეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და მათ უკვე აქ მოსულებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილებმა გაიგეს, რომ ოპოზიციის გეგმა იყო შემდეგი, რომ აპირებდნენ აქ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე დარჩენას და ამ გამზირის 24 საათის განმავლობაში პარალიზებას. გავაგრძელოთ მოქალაქეებთან საუბარი და მათგან მოვისმინოთ მათი განწყობები და გეგმები. თქვენ რა განწყობით ხართ 10 საათის შემდეგ და უკვე რა მოლოდინები გაქვთ, როგორ გაგრძელდება საპროტესტო მოხდა? მოგესალმებით ყველას. დილის 6 საათია და მე სადღაც ღამის 2 საათში შემოვიერთი ამ აქციას. მე გახლავართ ემერჯენსის ექიმი, ხვალ ვარ მორიგე, მაგრამ ვერ გავათენე ეს ღამე სახლში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. დიდი გამოჯანმრთელება ჭირდება ამ ქვეყანას და ეს ერთ-ერთი ხსნა ამ ქვეყნის გამოჯანმრთელების არის ახალი არჩევნები და რუსული რეჟიმისგან სრული გათავისუფლება. იმ მოპარულ არჩევნებს არც ერთი ჩვენთაგანი, არც ერთ პროფესიის წარმომადგენელი ვერა და არ შევეგუებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდებოდა იმედი და დღევანდელმა აქციამ და დღევანდელმა დაგეგმილმა ამ განაცხადმა ჩვენ თითოეულ პროფესიის წარმომადგენელს მოგცა დიდი იმედი და ყველას მოუწოდებ. გამოფხიზდით ხალხო, ჩვენ გვართმევენ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას, ამაზე უკეთეს იმ ფულით, რა ფულითაც მოისყიდა ივანიშვილმა თლიანად თქვენი ქვეყანა, ვერასდროს ვერ ვიყიდით. თავისუფლების განცდაა დღეს აქ მთელი 4-5 საათი აქ ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს თავისუფლების განცდა ჯერ კიდევ შეიგრძნობა. მოვა დრო, სანატრელი გაგვიხდება თავისუფლება და ეს განცდა თუ ვიჯდებით სახლში და არ გამოვართ ყველანი აქ. ყველას მოგიწოდებ, ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, ყველა ჩემს თანამოქალაქეს, გამოდით გარეთ და იგრძნობთ, თითოეულ თქვენთაგანი იგრძნობთ, როგორც კი გამოხვალთ გარეთ და ქუჩაში დადგებით საკუთარ თანამოქალაქეებთან, იგრძნობთ თავისუფლების განცდას, რომელსაც შემდგომ არავის აღარ დაუთმოთ, მით უმეტეს რუს ბიძინა ივანიშვილს. დიდი მადლობა, გავაგრძელოთ სხვა მოქალაქეებთან საუბარიც. პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენგანაც რომ მოვისმინოთ თქვენი საქმელი. რამდენი ხანია რაც აქ იმყოფებით და რა განწყობით ხართ უკვე გამთენიისას? მე მოვედი ქვეყნის სამსახურის ცოტა დილის სვლაში. 6-ის ნახევრისთვის მოვედი და ვაპირებ დაახლოებით 11 საათამდე გაჩერებას. მშვენიერ განწყობაზე ვარ. ძალიან ისე დაღლა საერთოდ არ გრძნობ და მოვუწოდებ ასევე სხვა მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდნენ, რომ ერთობლივად ეს სამსახური უფრო წარმატებით განახორციელოთ. მადლობა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ქვეყნის სამსახურში უკვე მეორე ნაკადიც მოდის მოქალაქეებისა, დილის ნაკადი, რომლებიც რამდენიმე საათის წინაც მთელი ღამის განმავლობაში აანონსებდნენ აქ მოქალაქეების და ჩვენც ვუყვებოდით მაყურებელს, რომ გეგმავდა მოქალაქეები აქ უკვე დილის საათებში მოსვლას და შეერთებას იმ მოქალაქეებთან, ვინც უკვე თითქმის 10 საათზე მეტია იმყოფება ჭავჭავაძის გამზირზე. გაჩვენებთ კადრში მოპირდაპირე მხარეს, სადაც ისევ ჩართულია სიმღერა, სადაც ისევ მაღალი განწყობით და შემართებით არიან აქ შეკრებილი მოქალაქეები. გადავინაცვლოთ მოპირდაპირე მხარეს და სხვა მოქალაქეების სათქმელიც და განწყობაც მოვასმენინოთ მაყურებელს, როგორ ესახებათ მათ განვითარება ამ პროტესტის და პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით ვხედავთ რომ განწყობა თქვენთანაც მაღალია, როდის შემოვერთით აქციას და რას მოვედით? დილით მოვედით, ადრე ძალიან. ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ჩვენი თანამებრძოლები და მთელი საქართველო აქ უნდა იყოს მე მგონი. ყოველ დღეს სანამ სასურველ მიზანს არ მივაღწევ. ანუ ჩათვალეთ საჭიროდ რომ მოსულიყავით, როგორც მოქალაქეები ამბობენ ქვეყნის სამსახურში და დამდგარიყავით აქ თანამოქალაქეების მხრიდან. ჩვენ თანამოქალაქეებს მინდა რომ ხარში დაუდგეთ. ვეხმარებით.
ბატონო, მოქალაქეებში ერთსულოვნება ნამდვილად არის და უკვე რამდენიმე მოქალაქეს კომენტარი მოისმინა მაყურებელმა, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ და საათის წინ შემოუერთდნენ აქ საპროტესტო აქციას და ფაქტია, რომ გამთენისას კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა ამ გამზირზე და დასავარაუდოა უკვე, რომ აქ 24 საათის განმავლობაში ნამდვილად შენარჩუნდება მუხტი. გავაგრძელოთ სხვა მოქალაქეებთან გასაუბრება. თქვენ რამდენი ხანია იმყოფებით დღევანდელ მანიფესტაციაზე და რა განწყობით ხართ უკვე გამთენისას? მანიფესტაციის დაწყებიდან აქ ვიმყოფები. განწყობა არის საბრძოლო, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ მოპარული ხმები და აუცილებლად უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით ჩატარებული არჩევნები არ არის და ამას აღიარებს არა მარტო ქართველი საზოგადოება, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა დასავლური მედია საშუალებები. დიდი მადლობა, მოქალაქეები ხედავთ, რომ აქ 12 საათიანი ყოფნის შემდეგ მაინც არ არიან დაღლილები, არიან შემართებით და როგორც ამბობენ, არიან ქვეყნის სამსახურში იმისთვის, რომ მათ დაიცვან საკუთარი ხმა, საკუთარი არჩევანი. ხედავთ, რომ აი აქ კოცონთან ერთ-ერთ კერასთან არიან შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებიც თუ არ ვწდები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აქ. რომელ საათზე შემოუერთდით მანიფესტაციას და რა გაქვთ სათქმელი მოქალაქეებისთვის და რა განწყობით ხართ? დასაწყისიდან მე და ჩემი მეგობრები აქ ვართ, ვაპროტესტებთ, ვაპირებთ ყოფნას ბოლომდე, სანამ არ მივალთ ბოლო გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ამოვიდა ყელში და მე მგონია, რომ რაღაცა უნდა დასრულდეს და შეიცვალოს ამ ქვეყანაში და არავის აღარასდროს აღარ უნდა შერჩეს გაყალბებული არჩევნები. ამიტომ ახალგაზრდები ყველანი აქ ვართ და ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ ბოლომდე. შემართება გვაქვს, არ ვიღლებით, ვართ მხნეით, რაც მთავარია. როგორც მოისმინეთ და ხედავს მაყურებელი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ კიდევ დაწყებული წინა დღის 8 საათიდან აქ მოქალაქეებს აქვთ უცვლელი განწყობა და აპირებენ რომ და აქვთ მოლოდინი რომ ეს საპროტესტო მუხტი გაგრძელდება სხვა დღეების განმავლობაშიც და ამბობენ და აღნიშნავენ რომ ეს პრეცედენტი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი იმისთვის რომ დაწყებულიყო დაუმორჩილებლობის ეტაპი და ამ ფორმით გადასულიყო უკვე საპროტესტო მუხტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. რომეო ფარულავას ვხედავ, აქ გავესაუბრები მას პირდაპირ ეთერში. ბატონო რომეო, თქვენ და განწყობით ხართ უკვე საღამოს წინა დღიდან იმყოფებით, როგორც ვიცით, აქ თუ არ ვწდები, რასაც ვუყურებთ ახლა, რის იმედს და მოლოდინს გაძლევთ? რაც კოცები არიან და აქციებია, ყველა აქციებზე ვარ. დღევანდელი დღე მაძლევს იმედს იმისას, რომ დაიწყო ის, რასაც ველოდით და ეს აუცილებლად დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. დიდი მადლობა, უსმენთ რომეო ფარულავას. ფაქტია, რომ ყველა მოქალაქე აქ კმაყოფილია იმ დემონსტრაციით და მანიფესტაციით, რომელიც შედგა, ფაქტია, რომ შედგა, რადგან მოქალაქეები აქ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რჩებიან შეკრებილები ჭავჭავაძის გამზირზე და მათ შორის არაპირებენ წასვლას ის მოქალაქეებიც, რომლებიც უკვე თითქმის 12 საათია იმყოფებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე და მათ სპონტანურად გაიგეს იმის შესახებ, რომ აქ ღამის გათევა მოუწევდათ. გადავინაცვლოთ მოპირდაპირე მხარესაც და გავესაუბროთ მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან აქ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი განწყობის შესახებ, როდის შემოუერთდით აქციას და რა გაქვთ სათქმელი მოქალაქეებს? ამ ბიჭებს და გოგონებს რომ უყურებს შემართებითი განწყობა მეუფლება. მე ვარ ემიგრანტი, ჩამოსული არჩევნებზე მივიღე მონაწილეობა. ნახე როგორ გააყალბეს, მაგრამ ჩვენ რადგან უმცირესობაში ვიყავით, ამიტომ კი ვიბრძოლეთ, მაგრამ აი ასე გაგვეყალბა ოლიგარქმა, ვიძინამ, რომელიც უნდა წავიდეს. ამ ხალხს უნდა ევროპა. ევროპაშია ჩვენი ადგილი. ისე რომ მე დიდი შემართებით ვარ, ძალიან მოხარული ვარ, რომ აი ასეთნაირად ხიარულად ცეკვით და სიმღერით გაატარეს და გაათენეს აქ
მთელი ღამე გადავინაცვლოთ მოპირდაპირე მხარეს კარვების ტერიტორიაზე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებისთვის რიგდებოდა უფასო სასმელი, ცხელი სასმელი, ასევე პირველადი საჭიროების ნივთები. ვხედავთ, რომ ახლა მოქალაქეები იღებენ ცხელ სასმელს იმისთვის, რომ საკმაოდ სიცივეში მათ მოახერხონ და შეინარჩუნონ აქ ყოფნის გამძლეობა. გიორგი ბუტიკაშვილს ხედავ ახლა მე გიორგი მთელი ღამის განმავლობაში ყავი და აქ და ნახეთ საკმაოდ მაღალი განწყობა მოქალაქეებში. ელოდით თუ არა რომ ასე ამდენი ხალხი დარჩებოდა აქ ჭავჭავაძის გამზირზე და კიდევ რა მოლოდინი გაქვთ უკვე გამთენიისას? ველოდით სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ვინც არის გაბრაზებულია ქართულ ოცნებაზე, გაბრაზებულია, იმიტომ რომ მოიპარეს არჩევნები და ეს მოლოდინები იყო ცხადია. ველოდებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვწერს და გვეხმიანება, რომ აპირებენ მოსვლას გამთენიისას, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლონ რაღაც ეტაპზე, დავისვენოთ და მერე ისევ გამოვიდეთ. ანუ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ასე, სანამ ქართული ოცნება საბოლოოდ არ მიხვდება იმას, რომ მათი დრო ამოიწურა და დროა ცვლილების. მადლობა გიორგი ბოტიკაშვილს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ წევრს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ელენე ხოშტარიას ხედავ მე, ქალბატონო ელენე. ის რომ აი სპონტანური ანონსის პირობებში ამდენი მოქალაქე დარჩა, გაათენა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე, თქვენ რის იმედს და მოლოდინს გაძლევთ და როგორ გესახებათ შემდგომ დღეებში უკვე პროტესტის განვითარება? მე ჩვენი იმედზე არ არის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველას ესმის, რომ განსაზღვრელი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ თმობთ ამ ქვეყანას ან არ თმობთ და ძალიან ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ დათმობას, როდესაც ხელისუფლება იპარავს ხმებს, იპარავს არჩევნებს, იპარავს კონსტიტუციას, იპარავს სახელმწიფოს, მაშინ მოქალაქეები მოქმედებენ. და ჩვენ ხედავთ მოქმედებას სხვადასხვა გზით, ხან რუსთაველზე უამრავი ადამიანი და ხან ეხლა მთელი ღამე აი ამ მუხტით, რომელიც ჩვენ ვნახეთ. შემდეგი ნაბიჯებიც განსაზღვრულია, ეს არ არის ერთადერთი და ერთი გზა პროტესტის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გააზრებული გვაქვს რა ტიპის პროტესტი უნდა იყოს, მათ შორის ოცნებისთვის მოულოდნელი და ეს გაგრძელდება დღეს. დაიწყო უბრალოდ გაძლიერდა წინააღმდეგობის მოძრაობა და ამას ყველაფერს იგრძნობს ოცნება ძალიან კარგად. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით პირდაპირ ეთერში. გადავინაცვლოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც იყო ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც გაშლილი იყო კარვები, თუმცა როგორც ჩვენ აქ მედიის წარმომადგენლები ვადევნებდით მთელი ღამის განმავლობაში, თვალს კარვებში ბევრ ადამიანს არ გაუთენებია ღამე. ისინი იყვნენ ქუჩაში გამოსულები საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, რომ ერთმანეთი გაემხნევებინათ, მიეცათ ერთმანეთისთვის მუხტი. საპროტესტო აქცია აქ სავარაუდოა, რომ გაგრძელდება დღესაც და ძალიან ბევრ მოქალაქეს უახლოეს საათებში ისე ველოდებიან ჭავჭავაძის გამზირზე. აქ შეკრებილი მოქალაქეები, მოისმინეთ კიდეც კომენტარები, რომ უკვე დაიწყეს მოქალაქეების მეორე ნაკადმა აქ მოსვლა და ალბათ უახლოეს საათებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა, როგორც არის დაანონსებული 24 საათის განმავლობაში აპირებენ, რომ იყვნენ ამ ტერიტორიაზე. დანარჩენი გეგმების შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები უკვე ეტაპობრივად გააცნობენ მოქალაქეებს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს ისიც, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოს საკითხზეც და სავარაუდოა, რომ იქნება შესაძლოა, რომ იყოს მკაცრი ზომები მიღებული საქართველოს შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის უჭერენ ხარს ქართულ ხალხს და უცხადებენ სოლიდარობას. ასეთია აქ შეკრებილი ადამიანების განწყობა, როგორც ნახეთ, ისინი არ აპირებენ, რომ დაიღალონ, რჩებიან ადგილზე და კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ელოდებიან აქ.